სიყვარულის მაყურებელი ხართ, არ გეცოდინებათ, რომ ამ ქვეყანაში ყოველი მეექვსე ბავშვი სიმშილობს! ცეცხლი ოლიგარქია! ქვეყანაში სადაც 17 მილიონერი პარლამენტში გვიზის! ცეცხლი ოლიგარქიას! 2025 წლიდან პარლამენტართა ხელფასი 7,000 ლარით გაიზარდა. პენსია კი მხოლოდ 35 ლარით. ცეცხლი ოლიგარქია! ქვეყანაში სადაც პენსიონერებს საკუთარი შემოსავალი სუსტებზე და მედიკამენტებზე არ ყოფნით, იმ ქვეყანაში 17 მილიონერი ზის პარლამენტში. ცეცხლი ოლიგარქია! დამხობა რეჟიმს! თავისუფლებად ყვე! დამხობა რეჟიმს! თავისუფლებად ყვე! თავისუფლება რეჟიმის ყვე! თავისუფლება! თავისუფლება რეჟიმის ყვე! თავისუფლება! თუ საზოგადოებრივი მაუწყების მაყურებელი ხართ, არ გეცოდინებათ, რომ ჩვენი ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად შეგრძნება ნაკლები სიკვდილიანობაზე. ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე იბადება. ცეცხლი ოლიგარქია! ამ ყველაფერზე საზოგადოებრივი მაუწყებელი საძოგადოებრივი ფოკუსირებულია სამთავრობო პროპაგანდაზე. ის არ აშუქებს ჩვენს რეალობას. გააშუქეს სიმართლე! სიმართლე! გააშუქეს სიმართლე! სიმართლე! 2025 წლიდან პარლამენტართა ხელფასი 7,000 ლარით გაიზარდა. პენსია კი მხოლოდ 35 ლარი. ცეცხლი ოლიგარქია! საქართველოში მედიკამენტები 75%-იანი ფასნამატით იყიდება. ცეცხლი ოლიგარქია! საზოგადოებრივი მაუწყებელი ამაზე არ გვესაუბრება. საზოგადოებრივი მაუწყებელი თავის მოსახლეობას ატყუებს. გააშუქეს სიმართლე! სიმართლე! გააშუქეს სიმართლე! სიმართლე! 32 წელზე მეტია დევნილები საკუთარ ქვეყანაში ბინადრობენ ხელოდებიან. რამდენიმე კვირის წინ დევნილმა ზემირ კვეკოსკირმა თავი დაიწყო სამინისტროს ეზოში. მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში დევნილებს ყურადღება მიაქციონ. 6 თვეზე მეტია საზოგადოებრივ მაუწყებელს ვთხოვთ, რომ ეთერი დაუთმონ დევნილებს. ეთერი დევნილებს! ეთერი დევნილებს! ეთერი დევნილებს! იმის მოების ოჯახის წევრები უკვე რამდენიმე თვეა ელოდებიან მათგან პასუხს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ყველაფერზე თუმს, რადგან ის მხოლოდ სამთავრობო პროპაგანდით არის დაკავებული. ჩვენ ვითხოვთ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაუთმოს ეთერი რეჟიმის ტყვეების მშობლებს. ეთერი რეჟიმის ტყვეების მშობლებს! ეთერი რეჟიმის ტყვეების მშობლებს! ეთერი რეჟიმის ტყვეების მშობლებს! ეთერი რეჟიმის ტყვეების მშობლებს! საზოგადოებრივი მაუწყებელი არ აშუქებს სტუდენტების პრობლემებს. ჩვენ მოვიხავთ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაუთმოს ეთერი სტუდენტებს! ეთერი სტუდენტებს! ეთერი სტუდენტებს! ეთერი სტუდენტებს! ეთერი სტუდენტებს! ეთერი ხალხს! შენობა ქალაქს! ეთერი ხალხს! შენობა ქალაქს! დამხობა რეჟიმს! თავისუფლება ყვე! დამხობა რეჟიმს! თავისუფლება
დიდება დიდება თავისუფლებას თავისუფლებას დიდება თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს თავისუფლება სოლიდარობა რეჟიმის ტყვეებს გამარჯვება რეჟიმის ტყვეებს გამარჯვება რეჟიმის ტყვეებს თავისუფლება მზია ამაღლობელს თავისუფლება მზია ამაღლობელს თავისუფლება გამარჯვება მზია ამაღლობელს გამარჯვება გამარჯვება რეჟიმის ტყვეებს გამარჯვება თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს თავისუფლება დამხობა რეჟიმს თავისუფლება თქვენ დამხობა რეჟიმს თავისუფლება თქვენ სიმართლისთვის ბოლომდე ბოლომდე სიმართლისთვის ბოლომდე ბოლომდე სამშობლოსთვის ბოლომდე ბოლომდე სამშობლოსთვის ბოლომდე ბოლომდე ერთმანეთის მხარ და მხარ ერთმანეთის მხარ და მხარ კიდევ უფრო ხმამაღლა მოვიპოვებთ სამართალს არ გვექნება სამართალი არ გვექნება სამართალი დამხობა რეჟიმს დამხობა რეჟიმს თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს სოლიდარობა რეჟიმის ტყვეებს გამარჯვება რეჟიმის ტყვეებს გამარჯვება რეჟიმის ტყვეებს გამარჯვება რეჟიმის ტყვეებს ერთმანეთის მხარ და მხარ ერთმანეთის მხარ და მხარ დავიბრუნებთ სამართალს დავიბრუნებთ სამართალს თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს გამარჯვება რეჟიმის ტყვეებს გამარჯვება რეჟიმის ტყვეებს ცეცხლი ოლიგარქიას ცეცხლი ოლიგარქიას ცეცხლი ოლიგარქიას ვინც იაზრებს რომ სწორედ აი ამ უცხოეთ პროტესტზე დგას რეალურად ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ხვალიდან ესე იგი და ყველანი ვებზადებით მომავალ კვირაში ძალიან აქტიური ესეთი დატვირთული დღეებისთვის ხვალიდან არის ყოველდღიურად პრაქტიკულად სასამართლო პროცესები და კიდევ ერთხელ წავიკითხავ ამ სასამართლო პროცესების კალენდარს, სიას და ვისაც შესაძლებლობა ექნება თხოვთ რომ ყველანი სასამართლო პროცესებზე მოხვიდეთ და ამით გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა როგორც რეჟიმის ტყვეებისადმი, ისე მათი ოჯახებისადმი. ხვალ დილიდან იწყება სასამართლო პროცესები ნიკოლოზ კაციას, შემდეგ საბას ხვიტარიძის, შემდეგ არის უკვე ერთიანად რამდენიმე ადამიანის სასამართლო პროცესი, ზვიად ცეცხლაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, თორნიკე გოშაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გიორგაძე, ისა პალიევი. და ასევე ხვალ არის ბათუმში ზია ამაღლობლის სასამართლო პროცესი. 10-ში უკვე დილიდან არის 12 საათიდან 11 სინდისის პატიმრის სასამართლო პროცესი 12 საათზე და შემდეგ 3 საათზე გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი. 11 ივნისს უკვე არის 11 საათზე 8 სინდისის პატიმრის სასამართლო პროცესი, 3 საათზე გიორგი მინდაძის და 4 საათზე გიორგი ახობაძის.
12 ივნის 11 საათზე არის 8 სინდისის პატიმრის სასამართლო პროცესი 2 საათზე ნიკა მელიას და უკვე 4 საათზე არის მათე დევიძის დასკვნითი სასამართლო პროცესი და აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება რომ ყველანი ვიყოთ დავესწროთ და ჩვენი პოზიცია და ჩვენი დამოკიდებულება ამით გამოვხატოთ. კიდევ ერთხელ 12 ივნის 4 საათზე მათე დევიძის დასკვნითი სასამართლო პროცესი და 13 ივნის უკვე არის 11 საათზე 11 სინდისის პატიმრის სასამართლო პროცესები. ესეთი არის ჩვენი ფაქტობრივად მომდევნო კვირის კალენდარი. ბუნებრივია ყველანი ვიკრიბებით 7 საათზე საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ასევე აქ რუსთაველზე უკვე 8 საათიდან 9 საათიდან და ერთი საკითხი ცვალ 2 საათზე არის ასევე განათლების სამინისტროსთან აქცია, როგორც იცით, ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა და ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებით შშმპირები, სპეციალური საგანათლებლო საჭიროების მქონე ოჯახების მშობლები ანონსებენ და აორგანიზებენ ხვალ 2 საათზე სამინისტროსთან, განათლების სამინისტროსთან აქციას და ვინც სასამართლოებზე არ იქნებით, შეგიძლიათ რომ იქ იყოთ და იქაც თქვენი პროტესტი გამოხატოთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას თქვენი უწყვეტობისთვის და შევხვდებით ხვალ სასამართლოებზე და შემდეგ უკვე აქ. თავისუფლება ბექა ბაბაშოვს. თავისუფლება ალბი კორზაიას. თავისუფლება ლიკა ლორთქიფანიძეს. თავისუფლება თათია აფრიამაშოვს. თავისუფლება ნიკა მელიას. თავისუფლება საბა ბაღდავაძეს. თავისუფლება ზურაბ ჯაფარიძეს. თავისუფლება ირაკლი ოქრუაშვილს. თავისუფლება ირაკლი ბაბიაშვილს. თავისუფლება მერაბ სარალიძეს. თავისუფლება გიორგი ნეფარიძეს. თავისუფლება არჩიკო ჭუმბურიძეს. თავისუფლება თენგო გველესიანს. თავისუფლება დენის კულანინს. თავისუფლება გიორგი ჩიკვაიძეს. თავისუფლება თემურ ქათამაძეს. თავისუფლება მზია ამაღლობელს. თავისუფლება ანასტასია ზინოვკინას. თავისუფლება არტემ გრიბულს. თავისუფლება ანრი კაკაბაძეს. თავისუფლება ჩანო არჩაიას. თავისუფლება გიორგი ახობაძეს. თავისუფლება ნიკოლოზ კაციას. თავისუფლება თედო აბრამოვს. თავისუფლება ლუკა ჯაბუას. თავისუფლება გიორგი ტერიშვილს. თავისუფლება რევას კიკნაძეს. თავისუფლება ირაკლი ქერაშვილს. თავისუფლება სერგეი კულხარჩუკს. თავისუფლება საბას ხვიტარიძეს. თავისუფლება ნიკოლოზ ჯავახიშვილს. თავისუფლება ონისა ცხადაძეს. თავისუფლება რუსლან სივაკოვს. თავისუფლება ანრი კვარაცხელიას. თავისუფლება გურამ მირცხულავას. თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს. თავისუფლება ლაშა ჩხაიძეს. თავისუფლება ზვიად ცეცხლაძეს. თავისუფლება საბა ჯიქიას. თავისუფლება ირაკლი მიმინოშვილს. თავისუფლება ინსაფ ალიევს. თავისუფლება თორნიკა გოშაძეს. თავისუფლება გიორგი გორგაძეს. თავისუფლება ვეფხია კასრაძეს. თავისუფლება ვასილ კაძელაშვილს. თავისუფლება გურამ ხუტაშვილს. თავისუფლება დანიელ მუმლაძეს. თავისუფლება ანტონ ჩეჩინს. თავისუფლება დავით ხომერიკს. თავისუფლება დავით ლომიძეს. თავისუფლება გიორგი მინდაძეს. თავისუფლება არჩილ მუსალიანს. თავისუფლება თემურ სასოხაშვილს. თავისუფლება ვალერი თეთრაშვილს. თავისუფლება ანატოლი გიგაურს. თავისუფლება მათე დევიძეს. თავისუფლება ომარ ოკრიბელაძეს.
აბდულაშვილს, თავისუფლება საბონე ფარიშვილს, თავისუფლება გიორგი ოკმელაშვილს, თავისუფლება მარია მიაშვილს, თავისუფლება უჩა აბაშიძეს, თავისუფლება ირაკლი მეხვინეთუხუცეს, თავისუფლება გიორგი კუჭუაშვილს, თავისუფლება დავით ყაულდარს, თავისუფლება ფრიდა ბუბუტეიშვილს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, ძირს რუსეთის დამპალი იმპერია, ძირს რუსეთის დამპალი იმპერია, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, გამარჯვება რეჟიმის ტყვეებს.